და დავიწყებ ახლა ჩემს საუბარს იქიდან, რომ 1992 წლის აი ეს უკვე რომ დაძაბულობები აფხაზეთში რაც დაიწყო, მზადება ომისთვის აფხაზური სეპარატისტების მიერ, რუსების მიერ, ჩრდილოეთ კავკასიიდან უღელტეხილებზე უკვე დაიწყეს გადმოსვლა ბოევიკებმა. იზოლებული გავხდით, რომ შევკრებები ვიყავით კოდორის დალის ხეობაში. ცნობისთვის კიდევ ვინც არ იცის, რომ დალის ხეობა ქვია, საერთოდ კოდორის ხეობა იწყება ზუსტად იქ, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ჩხალთაში. სადაც ერთდება ორი მდინარე ერთმანეთს, ჩხალთა და აჟარა. იქ იწყება კოდორის ხეობა და არის სულ 5 ხეობა. და მთლიანობაში არის დალის ხეობა. მაგრამ მე აი იმის გამო, იმ ომების გამო და იმ მოვლენების გამო, იმ დაძაბულობების გამო მე კოდორის ხეობას ქვედა ნაწილმა ზედა ნაწილი შვა. თორე ეს არის დალის ხეობა. ეხლა დადგა საკითხი იმისი, რომ რამენაირად უღელტეხილებზე უნდა გადაგვეკეტა უღელტეხილები, რომ ბოევიკები არ გადმოსულიყვნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. 92 წლის 3 აგვისტოს შევიკრიბეთ სოფელ ჩხალთაში და 80 კაცმა ფიცი დავდევით სამშობლოს დაცვის გამო და ერთგულების გამო და დავთქვით, რომ ვიბრძოლებდით და მივიღებდით ჩვენს მონაწილეობას, შევუმატებდით ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს მთლიანობისთვის და ფიცი დავდევით და შეიქმნა რაზმი მონადირე. ინიციატორი ამ სახელის მონადირის შერქმევის ვიყავი მე. მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, ერთი ყავდა აფრასიძე, ლადო უფროსი იყო ყველაზე და მაგი მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, მე პირადად და კიდევ რამოდენიმე კაც, მაგრამ უმრავლესობა მოითხოვეს დაჟინებით, რომ მე უნდა ყოფილიყავი მეთაური. აქედან დაიწყო მე მარუხის უღელტეხილი, კლუხორის უღელტეხილი, გვანდარაის უღელტეხილი, აქსაი, პტიშის უღელტეხილები მთლიანად გადაკეთებული ჰქონდა აი მცირე რიცხოვან ჯგუფს. როდესაც მე გადმოვახეს ერთი ორი მარუხის უღელტეხილზე ცოტა სროლებიც კი ჰქონდა პატარაზე. რომ ნახეს რომ გამაგრებულია უღელტეხილები, გადავიდნენ ლაბა არის ასეთი გუდაუთის მხარეზე უღელტეხილი და იქიდან დაიწყეს სიარული და იქ უკვე ჩვენ ვერ წვდებოდით ვერანაირად. მოკლედ ეს ასე მოკლედ რამ განაპირობა ჩვენი შექმნა მონადირის რაზმის და ერთი წლის განმავლობაში არანაირი გაფორმებული არსად არ ვიყავით, არანაირი ხელფასი ჩვენ არ მიგვიღია, ასე უანგაროდ ბრძოლობდით სხვადასხვა წერტილებში, ვისაც სად უჭირდა, იქ მივდიოდით და ვეხმარებოდით. იმის გარდა რომ უღელტეხილებს პატრონობდით. მე ძალიან ხშირად მომიწიათ ჩვენ ერთი ასეთი გმირი ყავდა გურამ დადუანი, მე-5 ბატალიონის მეთაური, რომელსაც ვედექით ხოლმე გვერდში. და ხშირად კოჩარის მიმართულებაზე 92 წლის 6 დეკემბერს, 6-9 დეკემბერს ალყაშიც ვიყავით დარჩენილები 3 კაცი. ყველა დავალება, სადაც კი ჩვენ მოვხვდით, ყველა დავალება შევასრულეთ ყველგან, აბსოლუტურად. ეხლა რა მინდა გითხრათ, ეხლა ცოტა შევამოკლებ და წინ წამოვიწევე ცოტათი. 93 წელს თუ გახსოვთ, პერემერიას რო იძახდნენ მოლაპარაკებები რო იყო, შეხვედრა იყო ატარა არმიანსკის მხარეზე, ეს არის ოჩამჩირის რაიონი და გურამ დადუანმა მთხოვა წამყევიო. აი მოლაპარაკებები უკვე რო შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რო იყო მოლაპარაკება. წავედით შეხვედრაზე აფხაზებთან და აფხაზებს ახდათ რუსები. ხო და ამ შეხვედრაზე აქედან ვიყავი მე კვიციანი, ვახტი გურამ დადუანს და იქით ამ მხრიდან იყო მახსოვს ბესი კვიცინია. და კვიცინიები საერთოდ ჩვენ ყრილობებზე დადიოდნენ, იმიტომ რომ კვიციანებად თვლიდნენ თავს. ანუ ბატალიონის მეთაური იყო თვითონაც და მე ჯერ არ ვიყავი ბატალიონის მეთაური, მაგრამ ვიყავი მონადირის რაზმის ხელმძღვანელი. დავაზუსტებთ, ყრილობებზე დადიოდნენ, შეიძლება მსმენელისთვის გაუგებარი იყოს და გვარის ყრილობები როცა ტარდება. გვარის ყრილობებზე, დიახ. ხო და მოკლედ როცა რომ გავიგე ვინ იყო, რა იყო, ბაგრატი იყო კვიცინია, რომელიც ჩვენთან სულ დადიოდა ამ ყრილობებზე გვარის, იმის შვილი აღმოჩნდა. ანუ თლად კვიდრი ჩემთვის. იმდენი ვილაპარაკეთ ერთმანეთში, რომ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელი გადაუხვიეთ ერთმანეთს, უკვე ისე ვიჯექით. მოვიდა ის რუსი და დაგვაშორა ერთმანეთს. ნამეტანი მოგდითო რა.
მაშინ მივხვდი რომ არანაირი შეხვედრა მაგათ არანაირი შერიგება მაგათ არ აწყობდათ და არაფერ კარგს არ გვიპირებდნენ და აი მაშინ იყო ბატონო სოზარ იცით თქვენის თემა რომ დავიწყე გზის კეთება ჭუბერი ისა საკენი ჭუბერის მიმართულებით 5 ტრაქტორიდან ავაწყვეთ 3 ტრაქტორი გავაკეთეთ გზა რამდენიმე ერთი თვე თითქმის ვიმუშავეთ სანამ პერემერია ეგრეთ წოდებული რო იყო მოვასწარეთ ამ გზის გაკეთება ყველაფერი და საწვავის სათხოვნელად ვიყავით თავრობაში ჩასული საწვავი არ მომცეს და მინდა ხაზი გაუსვა თუ შეიძლება რომ ახალგაზრდობამაც იცოდეს ეს გვარი დასახელი ჩაკვეტაძე რაჟდენი იყო ასეთი რომელიც იყო მეგზევე და რო შევედი წებელდაში მაგასთან შეაღრაღებული ვიყავით ხო მაგას ეგონა და საყასაღებლად მოვედით არ ვიცნობდით ერთმანეთს მე და მაგი და რო უთხარი რომ რაჟდენბიძია მეთქე ამისთვის ვართ მოსული რომ საწვავი გვინდა გზები გავაკეთოთ გვინდა უღელტეხილზე იმიტომ რომ რა მოხდება კაცმარის თქვა შეიძლება გზები გადაკეთონ და ვერ საიდან ქართველები ვერ მომარაგება არ გექნება არ საიდან თქვა რა ბრძოლის დროს მე ვერ წარმომედგინა რომ საჯარისო ფორმირებები დატოვებდნენ ბრძოლის დროსაც წავიდოდნენ სულ ყველა იქიდან და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ მომარაგების საშუალება საიდან ყოფილიყო ხო და გაუხარდა ბატონ რაჟდენს და ერთ ძლივს არ შემხვდა ადამიანი რომელიც რო ფიქრობს რაღაცაზეო და 8 ტონა საწვავი გამომიყო დიზელი და 2 ტონა ბენზინი აი ამეთი დავიწყე გზის კეთება გავაკეთე ეს გზა ყველაფერი აბსოლუტურად თან ოცნებაც ჰქონდა ბავშვობიდან რომ ჭუბერსა და საკენს შორის ყოფილიყო გზა და ეს ავისრულე მაშინ კიდე დამატებით ამას მოკლედ ახლა ამ გზის წინააღმდეგ დიახ უბრალოდ მართლა ეს ყველაფერი მეც ვიცი და ერთი რამე მინდა ვთქვა და ბატონ ემზარის დამსახურება რომ არ ყოფილიყო ის გზა და პირადი ინიციატივა ემზარ კვიციანის სოხუმიდან წამოსული რამდენიმე 10,000 კაციდან სხერპლი იქნებოდა აი ასეულობით და შეიძლება 1000-ობით დაგვეთვალა ამ გზამ გადაარჩინა 1000-ობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო მადლობა ეკუთვნის მართლა მთელი საქართველოსგან ემზარ კვიციანს ერთმანეთს უქმნიდნენ პრობლემებს ძალიან ხშირ შემთხვევაში მანქანები გადახერგილი იყო იქაურობა ძალიან მან დრო ხელისუფლებას რო აიღო თავის თავზე უბრალოდ რომ მიეხედათ გაქცეული ხალხისთვის ხო და გაეწმინდათ გზები მეტი კი არ იყო არაფერი საჭირო მე ამიდები გაფუჭდა და ტალახები და ვერ გადადიოდნენ მანქანები თორე არ გაწამდებოდა ასე ჩვენი ხალხი მე ეს ყაჩაღობები რომელიც რო ჩვენ მოგვიტრიალეს კიდე მე ბაგადაში ვიცავდი დევნილებს იმისგან რომ სტოვარი არ დაწეოდა და არ მოეკლათ და არ გაიძარცვათ და უბედურება არ შეხვედროდათ შემოგვიტრიალეს მე ეს ყველაფერი ისე რომ თითქოს და ჩვენ ვაყასაღებდით და ჩვენ ვაკეთებდით და როდის ვასწრებდით მოკლედ ეს ყველაფერი გასაგებია ძალიან მიზანმიმართულად იყო ქალბატონო თეა ძალიან ესეთი ის მიიღო სახე ყველაფერმა რომ ძალიან ადრე გავიგეთ ჩვენ ის რომ ჩვენი სახელმწიფო რატომღაც სახელმწიფოს ზოგიერთი სტრუქტურები ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ მე გვიან კი გავიგეთ რომ თურმე გადაწყვეტილი ყოფილა აფხაზეთის გადაცემა და ამიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ასე ღიად აშკარად და ასე აი როგორ თქვა სიძულვილით ეს გაეკეთებია ვინმეს თუ 10 კაციდან 2-ს უნდა ჩაბარება 8 მაინც იბრძოდა რომ არ დაკარგულიყო ჩვენი ტერიტორიები მოკლედ 93 წლის 2 ოქტომბერი იყო პირველი შემოტევა რომ მოვიგერიეთ 2 კაცი დაგვეღუპა 4 დაგვეჭრა იქით კარგი ზარალი მივაყენეთ და მოგშორდნენ ეს იყო ბაგადის გვირაბებთან ამის მერე დაახლოებით 2 კვირაში კიდე შემოგვიტიეს მერე კიდე ძალიან ბევრჯერ იყო შემოტევები მაგრამ განსაკუთრებული შემოტევა იყო 94 წლის მაისში აი რამ განაპირობა 94 წლის მოსკოვის შეთანხმება აი ფართომასშტაბიანმა შემოტევამ სადაც რომ შემოვიტყუეთ მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი მსხვერპლი რომ მივაყენეთ აი ამან განაპირობა ის რომ მოითხოვეს შეხვედრა მოსკოვში იყო შეხვედრა და რატომღაც ცდილობენ რომ ორმხრივი დაარქვან იმ 4 მხრივ შეთანხმებას და 4 მხრივი რატო იყო ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას საქართველომ რუსეთმა გაერომ და აფხაზებმა ეს შეთანხმება იყო 94 წლის 14 მაისი 94 წლის 30 ივლისს
ეხლა უკვე გადმოვხდი შეგნებულად, იმიტომ რომ კი კარგი იქნება რომ ახალგაზრდობამ ყველაფერი ეს გაიგონ დაწვრილებით, რა თქმა უნდა. სკოლებში არ ასწავლიან უახლეს ისტორიას, ინსტიტუტებში არ ასწავლიან და რაღაცა საშუალებით მაინც უნდა გავაგებიოთ, მაგათ რა ხდებოდა საერთოდ ჩვენს ქვეყანაში. 94 წლის 30 ივლისია. წინა დღეს დამებადა ზუსტად ბიჭი, მეორე ბიჭი. და შეხვედრა არის სოფელ კოფჩარაში. წარმოდგენილი არიან აფხაზები, ჩვენ ქართველები, გაერო და რუსები. რუსეთის გენერალის გვარიც მახსოვს, იაკუშევი იყო ასეთი და დაუჯექით სალაპარაკოდ. აფხაზები იყვნენ ძალიან მწყრალად განწყობილი ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, ისეთი იყვნენ დამუშავებული უკვე მთელი ამ პერიოდში ჩვენს წინააღმდეგ, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, სვანების წინააღმდეგ, რომ ყველაფერი თუ რამე ცუდი ხდებოდა ომის დროს იმის გამო, რომ აფხაზები და სვანები ძალიან ახლოს ვიყავით, მთებში ერთად ცხოვრობდით, ერთად ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებდით და რაღაცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მაგრად იმუშავეთ სპეცსამსახურებმა, რუსულმაც, აფხაზურმაც და ქართულმაც, რომ ჩვენ გადავეკიდებიათ ერთმანეთზე ძალიან მაგრად. მოსულები იყვნენ აი ძალიან ცუდად რა. რა თქმა უნდა მოგვივიდა შელაპარაკება, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აი ჩვენ ისეთი ცუდები ვართ ქართველები და ფაქტები მოიყვანეს, რომ სად რა ჩაიდინეს ქართველმა ჯარისკაცებმა, მეომრებმა და გავაჩერე. მეთქი მე ნუ მომაწერთ ნუ რაფერს თქვა და დაუდევი ფაქტები. პირველი 45 კაცი ტყვედ რო ავიყვანეთ, აგიყვანეთ აფხაზები გურამდადუანთან ერთად სხვათა შორის. იარაღი ჩამოვართვით, ხარი დაუკალით, პატივი ვეცით და გამოუშვით სახლში მეთქი. ყველა მხო მოაღწია თვითონმა მათგანმა. დიახ, ყველა დაბრუნდაო. მეორე 13 კაცი რო ყავდა ტყვედ აყვანილი, იმათაც პატივი ვეცით, იარაღი ჩამოვართვით, გამოუშვით სახლში. ხო, ყველა დაბრუნდა სახსალამათი სახლში. ვინმე სკიპურტი მოხდა? არა, მადლობელი ვართ. 14 კაციანი ვერტალიოტი 14 კაციანი ლაბახუა იყო მეთაური იქა. ვერტალიოტი ჩამოაგდეს, მაგრამ იქ ჩვენ არ გქონდა ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი ჩამოგდებასთან, მაგრამ გაფუჭებული ვერტფრენი დაждდა საკენში და 14 კაცი ტყვეობაში იყო ჩვენთან. ლაბახუა იყო მოადგილე არძმბასი. დაგიბრუნდათ სახსალამათი და ვითხოვდით 5 ადამიანს, რომლებიც იყვნენ დაკარგული გაგრაში. ერთი-ორი იყვნენ ხეობიდან, დანარჩენები სხვა კიდე. და არც დაგიბრუნებიათ ისინი არაფერი, მაგრამ დამიბრუნეს ოჩამჩირეში, ძველ კენთხში ტყვედ აყვანილი ჩემი ბიძაშვილი ელვარდი კვიციანი, რომელსაც არც ყურები ჰქონდა, არც ცხვირი ჰქონდა და დაგლეჯილ დაფლეთილი დაჭრილი ყავდათ აყვანილი. იმიტომ რომ ტყვედ ვერ აიყვანდნენ, გათიშული იყო გრანატამეტის იმიდან ნაღმი აუფეთქეს და იქიდან გათიშული იყო, კონტუზია მიიღო და თან დაჭრილი. აიყვანეს და მათ ხელში გაიღვიძა ფაქტიურად. და ნაწამები დამიბრუნეთ მეთქი. გახსოვთ მეთქი ეს ძალიან კარგად და ფაქტები მოუყევი. ნუ ჩამოყარეს ყურები, ხმა ვერ ამოიღეს აბსოლუტურად და მომკიდა ხელი იმან გენერალმა, რუსმა გენერალმა და შეიძლებაო ცოტა ხანს დაგელაპარაკო და გამიყვანა. ჩამომართვა ხელი, ეს რეგან ყოველთვის მეხსოვება რომ ხელი რო ჩამომართვა თითები არ მეყო ხელში, იმიტომ რომ ორი თითი არ ქონდა, ავღანეთში ნამსახურები ყოფილა ის თვითონ გენერალი იაკუშევი. და მეუბნებას ეს სიტყვებს, მე გენერალი იაკუშევიო, გაძლევ პირობასო, რომ არც ერთი გასროლა არ მოხდება, არც შენს წინააღმდეგ და არც შენი ხალხის წინააღმდეგ დღეიდან ამ ხეობაშიო. ოღონდო გვითხარი სად დავდგეთო, არ უშვებდით ხეობაში, იმიტომ რომ 94 წლის ხელშეკრულების ფორმატით უნდა შემოსულიყვნენ და საგუშაგოები გაეკეთებიათ თელს ხეობაში. აქ არ უშვებთ, აფეთქებული გვაქვს გზა იმ კლდეებთან ქვაბჭარის და არ უშვებთ შიგნით. ხო და ახლა მან რადგანაც ეს თქვა, რომ სადაც მეტყვი იქ ჩავდგებიო, ახლა ჩვენთვის არის მისწრება, რომ შუაში ჩადგეს და ფართომასშტაბიანი შემოტევები იყოს უკვე დაცული ყოფილიყავით. ჩვენს და ისინიც არც მათ შეეშინდებოდათ უკვე აფხაზებს იმისი, რომ ჩვენ გადავიდოდით შეტევაზე და არც ჩვენ შეგვეშინდებოდა, რომ ისინი ჩვენს მოსახლეობას. მოკლედ ამაზე შევთანხმდით და ეხლა მოკლედ მოვყვები ერთ რაღაცას, რომ როდესაც უკვე შეთანხმება მოხდა, ეს უკვე ჩვენი გამარჯვება უკვე და დაუძახე ბიჭებს, გამოიტანეს და გაიშალა სუფრა. ამ სუფრაზე დაუწყე ჩემებს სიმღერა აფხაზური.
მინდა მოვყვე მაინც ისტორია ეს ყველაფერი. ამ ყრენ ჩემების და გამოგვივიდა ძალიან ლამაზი აფხაზური სიმღერა და აფხაზებმა ფეხზე ადგნენ და ცრემლები მოსდიოდათ. იმ დღეს მოხდა ჩვენი შერიგება. იმ დღის მერე აფხაზებს ჩვენს წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაუდგიათ. მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ სპეცსამსახურები, აფხაზების სპეცსამსახურები ჩვენი სპეცსამსახურებში, რა თქმა უნდა, ჩანერგილი ხალხი იქაც და აქაც და ასევე რუსეთის სპეცსამსახურები თუ რაღაცას მოგვიწყობდნენ, კანტიკუნდათ, ხანსად, თორე არასოდეს მაგათგან არ გვიგზნია რამე ისა. ამოდიოდნენ შეხვედრაზე, ამოქონდათ პურმარილი თვითონ, ჩვენ ვახვედრებით და მთელი ეს წლები აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი საუბარი და ნორმალური ურთიერთობა. რასაც ვერ იტანდნენ თბილისში რატომღაც. ეხლა მოგიყვებით ერთ რაღაცას კიდე. 2001 წელს მომთხოვეს, რომ პარტიზანები უნდა შემოვიდენო ხეობაში. მე ვუთხარი, არავითარი პარტიზნობა არ შეიძლება. ჩვენ ეხლა რამენაირად უნდა გავიტანოთ დრო, რომ მოძლიერდეს ჩვენი სამშობლო, მოძლიერდეს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უკვე იმის მერე რაც რო შევრიგდით, აი ასეთი შეხვედრა მოხდა აფხაზებსა და ჩვენ შორის, ჭკუაშიც არ გამივლია, რომ აფხაზების წინააღმდეგ როდისმე იარაღს ავიღებდი უკვე ხელში. ისეთად ურთიერთობა უკვე. აფხაზები მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან, მაგრამ თქვენ არ გვიშვებთო, გვესწრვითო და რა გავაკეთოთ. აი მაგალითები იყო ამისი ის, რომ როგორც კი რაღაცა დათმებოდა სიტუაცია, გავშიატყდებოდა სროლები. ანიქით მოიტაცებდნენ ვიღაცას, ანაქით თუ ვინმე ახსოვს კოდორში ვინმე აფხაზი გაიტაცეს ან ქართველი გაიტაცეს, ყოფილა შემთხვევა. ხო და 2001-ში მირეკავს ჩემი ერთ-ერთი აკადემიის მეგობარი, ერთად გვაქვს დამთავრებული ჯონი ტომარაძე, კახეთიდან. უпроსტად მე ურეკავ მაგას, კახეთში მსახურობდა მაგის შინაგანჯარებში და მეუბნები, რომ რაღაცა მჭირდებოდა, მოვიკითხე და რაღაცა მჭირდებოდა. შენ იმის გამო რეკავო? რის გამო მეთქი და? რა არის ცევიზო მთელი ამბავია ატეხილიო 500 კაციანი ჯგუფი ჩეჩნების გადაყვანილია, გადასროლილია კოდორის მიმართულებით. აი მაშინ გავიგე ამათი გადაყვანა. გავიქეცი მასთან, თეუზადესთან ეგრევე, მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. ნუ მერე დაიწყო ის უკვე ყველაფერი ამბავი, რომ რამენაირად გადაგვერჩინა ქვეყანა ომს. მერე რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ თავარი იყო რა. მე ახლა რასაც მიკეთებდა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩანერგილი ხალხი, აი ეს იმას მინდა ხაზი გაუსვა თქვენთვისაც და ჩვენი მომავალი თაობისთვისაც და მოსახლეობისთვის. მე იმ დროს ვარ პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში. ვიმყოფები ჩეჩნებთან ერთად. კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნები. ანუ ისეთნაირად ჰქონდათ ეს ყველაფერი დალაგებული რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ მაინდა-მაინც იმ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი რუსი სიძე, ჩვენი სვანების სიძე და კერძოდ ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის სიძე, ჩვენთან კოდორის ხეობაში, როდესაც ჩეჩნები იქ შემოვიდნენ. მაინდა-მაინც მაშინ მოხდა იქ. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ძალიან მძაფრი, ისა კინაღამ დაუცხეთ ერთმანეთს ტყვიები, მაგრამ მოახერხეთ შეჩერება. მერე ისევ და ისევ გელაევის ვაშკაცობა იყო სხვათა შორის იმაში, რომ თავის თავზე აიღოს ყველაფერი და ჩააწყნარა ეს ურთიერთ შუღლი რო არ დაწყებული იყო და სროლა რო არ დაწყებული იყო ჩვენ შორის და ამისთვის იყო გათვლილი მაგი, რომ ჩვენ უნდა დავეპირისპირეთ იქა. მაგრამ არ გამოვივიდათ არც ეს და მე და გელაევი დავზვაკაცით და 3 თვის განმავლობაში ისე რომ ძმობა უთხარით ერთმანეთს. ეხლა რა მომენტია? 2001 წლის 18 ოქტომბერია ვიმყოფებით ძალიან ღრმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შუაგულში, ნაარის ასეთი სოფელი განახლების მიმართულებით და დილის უთენია რიჟრაჟზე ისმის ვერტფრენის ხმა. რა უნდა იქ გაეროს ვერტფრენს? როდესაც დაძაბულობაა, როდესაც რომ საშიშროება არის, რომ ვერტფრენები ჩამოაგდონ და ყველა მიცის აბსოლუტურად საქართველოში, მით უმეტეს ახლა სპეცსამსახურების გამოცილებული იყვნენ ისინი იქა, რომ სტინგერები, კი არა და იგლა 2 თუ 1 არ მახსოვს უკვე, იგლა 2. აქ 9 ცალი. ანუ ვერტფრენს არანაირი შანსი არ აქვს გადარჩენის. ეს როლეს დილა უთენია და ჩამოაგდეს გაეროს
სამშვიდობო ძალების ვერტფრენი. სადაც 9 ადამიანი იჯდა და ერთ-ერთი ჩვენი გოგონა. მაგათმა ჩეჩნებმა ესროლეს და ჩამოვაგდეს ეს ვერტფრენი. რა 500 კაციანმა ჯგუფმა. 500 კაციანი ჯგუფი იყო ეს. აი ის თქვენ რო აღნიშნეთ 500 კაციანი იმისი რა ქვია მათგანი. გელაევის ჯგუფმა, ხო. ამაზე ავტეხე ამბავი მე გელაევი საერთოდ არ ენდობოდა არავის და სულ იყო ცალკე და მაღალ ადგილას ჩერდებოდა, არავინ არ ვიცოდი სად ჩერდებოდა. და ეს გასროლა საიდანაც იყო, იქ გავიქეცი ავიდი ზევით და აუტეხე ამბავი რატო ესროლეთ გაეროს ვერტფრენს ყო. ჯერ პირველად მითხრა რომ ტყვეყავდათ სომეხი პოლიციელი იყო ამან გითხრაო რომ გადაღებილი არისო თუ არა აფხაზების სპეცრაზმის ვერტფრენი არისო. მაგრამ მერე ჩაუფლავდათ ეს ტყვილი და ბოლოს პირდაპირ მითხრა რა ვიცი ახლა თქვა არ თქვა მაგრამ უნდა უთქვა პირდაპირ მითხრა რომ ვინც მე დამაფინანსა იმის დავალება უნდა შევასრულო. ხო და კი მაგრამ შენ წამოხვედი აქეთ რომ თითქოს და დახმარება გინდოდა საქართველოსი რომ ტერიტორიების დასაბრუნებლად განიცდიდი იმას რომ პირდაპირ მითხრა მე რომ შეცდომა დაუშვითო ჩვენ ჩეჩნებმა როდესაც აფხაზების მხარეზე წავედით ავყევით პროპაგანდასო და საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძოლეთო. ამის მერეო თქვენო ასეთი საქმე გავიკეთეთო დაჭრილებიო და ესენი მიგვიღეთ და დაგვეხმარეთო რა. და ამიტომ მეო ჩავთვალეო საჭიროდო რომ დაგხმარებოდიო. ესეთი სიტყვები მითხარი და გაეროს ვერტფრენი რატო ჩამოვაგდეთ თქვა მივაწექი მეც მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მეწყინა აი ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ჩადენილი საქციელი. მოკლედ მითხრა რომ ვინც დამაფინანსაო და ეხლა არ ვიცი დღეს ეხლა რამდენად ჟღერს ეს და პოპულარულად ჟღერს მაგრამ პირდაპირ ასე მითხრა მაგან და თანამომსწრეებიც არიან დღეს ხვეთვად ითხავს მყოფოს ის ბიჭები ვინც ვახდენ სოროსმა დამაფინანსაო. აი ესე მითხრა პირდაპირ. კი მაგრამ რა შეაინტერესებდა მეთქი გაეროს ვერტფრენის ჩამოგდა არც ეს არ დაუჯერე. გაეროს ვერტფრენის ჩამოგდება და მე ბოლოს კი ვნახეთ სულ ყველამ რომ ყველას აწყობდა თუმე ვერტფრენის ჩამოგდება. ერთი მომენტი იყო ის რომ თავარი იყო რომ კოდორის ხეობის დასაპყრობად იყო ეს ჩადენილი რადგანაც რომ კიდე რა მითხრა რა თქინდოდა მე მაგის ჩამოგდება თქვა და სოფლიო ტერორისტის წოდება გჭირდება ჩვენო თორე ალ-ქაიდა არ გვაფინანსებსო. აი სიტყვა სიტყვით მისი სიტყვები. ამის მერე მოკლედ რაც იყო ეხლა არ გვიჩხუბია არ გვისროლია ერთმანეთის არაფერი მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა. ამის მერე შეტრიალდა და всё მივდივართო უკანო. ანუ თელი დავალება მისი აღმოჩნდა რომ იყო ის რომ ეს ვერტფრენი უნდა ჩამოიგდო. ეხლა კითხვა ისმება ასეთი რა უნდა იმ ვერტფრენს იქ რატო მოვიდა რას აკონტროლებდნენ როდესაც რომ ბოევიკების ამხელა ჯგუფი იმ შეიარაღებით რომელთაც ვერტფრენის ჩამოგდება არ გაუძნელდებათ ეს იგი მხოლოდ დავალება მისი იყო ეს რომელსაც ხელი შეუწყეს რა თქმა უნდა სხვადასხვა სტრუქტურებმა ისევ ჩვენთან. ეხლა წამოვიწევი ნელ-ნელა წინ 2006-ისკენ ხო და 2004-ში გახსოვთ ალბათ 2002 წლის 12 აპრილი დესანტი რო გადმოასხეს ხეობაში და ყველა მიცით და იმ დღეს ბათიაშვილიც მოყვა მაგასთან დაკავშირებით და ამიტომ დროს არ დაგაკარგებთ მაგასთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით რომ მაგრად ვიკამათეთ მე და FTV იყო მაშინ სამშვიდობო ძალების სარდალი რუსების მხრიდან. იმის მერე არ გქონია ურთიერთობა საერთოდ და არანაირისა და გააქტიურდა 2003 წელს. მოვიდა საჩუქარი მომიტანა ოფისში ისეთი საჩუქარი მომიტანა რომელზეც ვარს რო ვერ ეტყვი. დიდი ეკლესია გაკეთებული ხელით მომიტანა ეს საჩუქარი და რა გამეკეთებია ახლა ვარს ეკლესიაზე ვერ იტყვი მართლმადიდებელი კაცი და ანუ ისეთი ტექნიკური მიდგომა. მივიღე ესა და მე რამე ჩუქნა და ის მქონდა ჯიხვის რქები მქონდა ოფისში მე და მასე კარადაზე. ავიღე და ეს რქები ვაჩუქე. და მოკლედ გათბა ურთიერთობა და დაიწყო საუბარი უკვე ერთმანეთში. ეხლა შეხედეთ თავარი რა არის ეხლა აქ.
ყოველ კვირას ცდილობს რომ შემხვდეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც და ითხოვს რომ აი მე ჩემი ხელმძღვანელობა მაძალებს კოდორში შემოსვლას და რამენაირადო შემომიშვიო რა და გავაკეთებ საგუშაგოებსო და რაც შეგიშლი ხელსო პირიქითო უფრო დავახლოვდებითო რაღაცები ასეთი ისა და მეთქი არა კიდე მოვიდა და მესამე დრო მოვიდა აი ესე მომივიდა უბრალოდ თავში ასეთი აზრი რომ მეთქი კი ბატონო ვიცი რომ არ უნდა დევნილების დაბრუნება რუსებს აფხაზეთში და ისეთ რამეს ვეთყვი რომელსაც ვერ შეასრულებენ და მითი მოვიშორებ თქვა რა მეუბნები მეთქი მაშინ ასე მოვილაპარაკო თქვა მე ჯერ ერთი გეკითხები თქვა რომ რამდენი საგუშაგო გავში თქვა და 300 რაღაცა მითხრა ძალიან ბევრი საგუშაგოები იყო და კოდორში რამდენი გაქვეთქი ჩემს მხარეზე თქვა ზემო კოდორში რამდენი გაქვეთქი და არც ერთიო მე რატო კვდებიან იქ ხალხი აფხაზები და ქართველები მეთქი სადაც შენ საგუშაგოები გაქვს და სადაც არა გაქვს იქ მშვიდობა გვაქვს მეთქი და არავინ არ კვდება აკვირდები მეთქი ამას და აი რა საჭირო ხარ თქვა იქ შენ ხარ სამშვიდობო ძალების სარდალი ანუ შენ გინდა რომ მშვიდობა იყოს მეთქი ხო მშვიდობა არის რატომ გინდა შემოხვიდე მაინც მეორეჯერ მოვიდა ისევლე და მესამეჯერ უფრო სწორად ეხლა მეუბნები კი ბატონო თანახმაცავ რომ შემოხვიდე თქვა შემოგიშვებ თქვა ხიდესაც დაგეხმარები ავაშენებ თქვა ყველაფერი ოღონდ დევნილები ჩაასახლე მაშინ მეთქი სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით თქვა და თანახმოვარ თქვა არის უარა მეუბნება წავალ ჩემ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ორ კვირაში დაგიბრუნდებიო წავიდა და სადაც 3 დღეში დაბრუნდა დაჩქარებით მეუბნება რომ ასე და ასეო თანახმას არისო ჩვენი ხელმძღვანელობა დევნილების დაბრუნებაზეო ისეც წერია ამ 94 წლის შეთანხმებაში დევნილების დაბრუნებას წერია კი ბატონო მეთქი აი იმიტომ მოვითხოვე სწორად ყველგან ამას მიფრიალებდნენ ამ დოკუმენტს 94 წლის შეთანხმებას ხო და მაშინ მეთქი ასე არ გამოვა მე ჩემი და შენი ლაპარაკი პრეზიდენტთან და წამოვყვეთ თქვა და კი ბატონო და შევხვდით დაურეკე შევარდნაძეს ავედით შევარდნაძესთან და ვზივართ 3 ადამიანი და მიდის საუბარი ამაზე მე უთხარი რა თქმა უნდა საქმის კურსში ჩავაყენე ჯერ პრეზიდენტი რომ მეთქი ასე იძახის თქვა რომ დევნილების დაბრუნებას თქვა და ეხლა შევარდნაძე უუბნება მითხრაო ემზარიმო რომ დევნილების დაბრუნებაზე წინააღმდეგი არ ახართო და მართალი არისო კიო მართალი არისო ბატონო პრეზიდენტო მაგრამო ძალიან გაჭირდებაო ძალიან ძნელია ინფრასტრუქტურა განადგურებული არისო მომსპარია ყველაფერიო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებულიო რაღაცები და შევარდნაძე უთხრა ვიციო რომ დიდ თანხებთან მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა გაჭირებაში ვართო გვიჭირსო ფინანსურადო ძალანო მე გამოვნახავ მაგის სახსრებს რომ დევნილების დაბრუნებას ხელი შეუწყოთო ჩვენმა ქვეყანამ მოკლედ დაგვევალა რა შექმნით სამუშაო კომისია აფხაზებისგან გაეროსგან და რუსებისგან შემდგარი და ჩვენი ქართველებისგან რა თქმა უნდა იმუშავეთ და შექმნით დოკუმენტი რომ მოეწეროს ხელი ამ შეთანხმებას და იმის მერე დავიწყოთ რუსების ჯარის შემოყვანა სამშვიდობო ძალების კოდორის ზედანაწილში და დევნილების ჩასახლება სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით მთლიანად დავიწყეთ ამაზე მუშაობა შეხვედრები ამერიკელებსაც შევხვდით გაეროს ფორმატით ეს არის 93 წელი ეხლა ქალბატონო 1993 დიახ ეხლა როგორი სიტუაცია შეთანხმებული ვართ ყველაფერი და დაინიშნა შეხვედრა გალიზგაზე რო იყო ოფისი რო იყო გაეროს ოფისი რო იყო ზუგდიდს რო გადავიდოდით ხიდზე გალიზგის ხიდზე გადავიდოდით იქ რო იყო ისა ოფისი მაგათი იქ ჩაინიშნა შეხვედრა 4 მხრივი შეხვედრა ეს არის 2003 წლის 5 ივნისი მივფრინავთ აქედან ვერთფრენით სენაკში არა თვითფრინავით სენაკში და სენაკში დახვდა ვერთფრენით და გადავფრინდით ზუგდიდში ხას უსვამ ამას იმიტომ რომ აი დავაკვირდით უბრალოდ როგორ მიდიოდა ხელი შეშლა ყველაფრის ჩავედით თუ არა იმაში სენაკში ვერთფრენზე რომ უნდა გადავждეთ და მორბის რუსთავიორის ჟურნალისტი ცნობილი ემაგოგი ხრია იყო მე მგონი ხო და მეუბნება მეკითხება ბატონო ემზარ რა კომენტარს გააკეთებთო კოდორშიო
გაეროს მისიის წარმომადგენლები გაიტაცეს. რა კომენტარი უნდა არა, ბოდიშიც, გაეროს მისია ჯერ არა. პარტიის ქართველმა პარტიზანებმა გზა გადაგიკეტესო და არ გიშვებენ მოსალაპარაკებლადო. რას ქვია ქართველი პარტიზანები ახლა მეომრების ყველა ვიცი თითქმის და ვინ გადამიკეტავს გზას გამიკვირდა ძალიან. ჩავფრინდით ზუგდიდში შევხვდი ამ მეომრებს, სხვათა შორის რომელი იყო ეს მეომარი, იცით? პაატა კარდავა ზღვაში რო ჩააგდეს, რო დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს, ის ბიჭი იყო. აი როგორც ჩვენი ცინდელიანი რო აწამეს და ჩააგდეს, ისე გაუკეთეს იმასაც. ხო და ეს პაატა მეუბნება, ჩვენო ასეთი ის მოგცესო, ინფორმაციაო, მოგცეს ასეთი რო მოღალატეობრივი შეთანხმებას უნდა მოაწეროთო ხელი და იმიტომ არ გიშვებდითო. მოუყევი მე მეთქი, მივხვდი რომ რა თქმა უნდა ეს იყო ხელშეშლა, აი ამ ყველაფრის, მოუყევი ასე და ასე, ამის სანაცვლოდ, ამის ესეთი შეთანხმება არის და ეგრევე მეც გამოვყვები, მე თვითონ გაგაცილებო. ავდექით აქედან, გამოვდივარ და მორბის ისევ ჟურნალისტი. რა კომენტარს გააკეთებდო, რა კომენტარი უნდა გავაკეთო მეთქი, ჩვენ უკვე გავერკვიეთ ერთმანეთში და მივდივართ შეხვედრაზე თქო. არაო, გაეროს მისიის ოფიცრები გაიტაცეს კოდორში. აი ახლა წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ ამ ხელა შეთანხმებაზე მივდივართ, ამ ხელა საქმე კეთდება და იტაცებენ გაეროს მისიის დამკვირვებლებს კოდორის ხეობაში. ახლა ერთ წმინდა ხაზი გავუსვა თუ შეიძლება. წეღან რომ ხაზი გავუსვი რომ 5 ხეობაა თქვა. გაეროს მისია როდესაც შემოდიოდა შესამოწმებლად ხეობაში რომ შეიარაღება ხო არ გვაქვს შეტანილი და რამე სხვა რო აპირებთან რაღაცა, ამ 5 ხეობიდან თავისით ირჩევდნენ, ჩვენ არ ვიცოდით რომელ მხარეზე უნდა წასულიყო. მაგრამ მირეკავდნენ მე გამოვუყოფდი დაცვას ადგილობრივი მოსახლეობიდან და თვითონ მისახდნენ იმათთან ერთად, რა თქმა უნდა, და მიდიოდნენ, სად მიდიოდნენ ჩვენ თვითონ არ ვიცოდით. კიდე მარუხის მიმართულებით წავიდოდნენ, ბარომბის მიმართულებით თუ საკენის თუ ომარაშარის აბსოლუტურად აზრზე არ ვიყავით ჩვენ არაფრის. ნახეთ, აი ამ დღეს ჩვენ არ დაგვიკავშირდნენ და არ მოითხოვეს დაცვა. მარტო რუსების დაცვა ახლდათ და წავიდნენ მაინდა-მაინც იქ, სადაც 1 სუტკის განმავლობაში ვიღაცა ჩასაფრებული იყო გასატაცებლად. ეხლა როგორ ფიქრობთ, ვისი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი? ამის მერე და იყო ჩაიშალა რა თქმა უნდა, მე ასე გავსტუკით გამოწყობილი მოსალაპარაკებლად პირდაპირ ვჯდები ვერტფრენში და მივფრინავ ხეობაში. შევკრიბე მთელი ხეობა. მთელი ხეობა იყო გამაწყრალი, რა თქმა უნდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაბრაზებული სულ ყველა რომ ამ ხელა საქმე კეთდებოდა, კურსში მყავდა ხალხი, რა თქმა უნდა. შეიკრიბა მთელი ხეობა და გავუშვი დაზვერვა ყველა მიმართულებით. ეხლა არც ისე დიდია ეხლა ხეობის მოსახლეობა და ტერიტორიულად რომ ვერ გავიგო სად არიან. ნუ მივაგენი რომ მიახლოებით სად უნდა იყვნენ. ხო და გამოვაცხადე რომ ხვალ დილის 4 საათზე ვიწყებ სპეცოპერაციას. არ ვზოგავთ არავის. ფაქტია რომ შეგნებულად გვიღალატეს, ამ ხელა საქმე ჩაგვიშალეს, არც გატაცებულს, არც გამტაცებელს არ ვზოგავთ თქო და თან ეს ჩვენი სპეცსამსახურების გასაგონადაც ვიზახი და პლუს იმ მათი მშობლების გასაგონად, ვინც ყველა ხო იქაა შეკრებილია. ვიღაცა ხო იქნება ვიღაცის მშობელი და რაღაცა რო არ იცოდეს, გამორიცხულია რომ სახში არაა თავისშვილი, ხო? გადის 20 წუთით მაქსიმუმ ამ გამოცხადებიდან და მირეკავს ბატონი ვალერი ხაბურძანია, მინისტრი იყო უშიშროების. ბატონო ემზარო, ეხლა მოვისმინეო რომ ისო სპეცოპერაციას აპირებოდა არ ქნა შენი ჭირიმეო, რატომ ეთქიდა? იმიტომ რომ გაეროს მისიის ოფიცრებს რამე რომ მოუვიდეთო, ასულია ჩვენი საქმეო რა, აი ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმეო. მეთქი მაშინ როგორც გაატაცებია შენმა სამსახურმა თქვა, ისე დააბრუნონ უკან პირდაპირ ტელეფონში ველაპარაკები მაგას. აუ რას ამბობო ბატონო ემზარო, როგორ გეკადრებაო და გამითიშა ტელეფონი. გადის 10 წუთი და მირეკავს ჯემალი გახოკიძე. მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე მგონი თუ მოადგილე არ მახსოვს უსტად, მაგრამ მე მგონი მდივანი მოვალეობას ასრულებდა. და იგივეს მეუბნება, არ გააკეთო, თორე იმათ რო რამე მოუვიდეთო და მაშინ მეთქი როგორც გაატაცებიეს თქვა, სპეცსამსახურებმა თქვა, ისე დააბრუნონ უკან მეთქი. დაახლოებით 2 დღეა თუ 3 არ მახსოვს, არავინ ჩამიჩუმი არ ისმის, არავით არის აი ფულის გამო გატაცება და რამე არავის არ უთქვია ჯერ არაფერი.
და 2 საათში გამოჩნდა შუამავალი და არ დამემალია მაშინეს ნათქვამი მქონდა ტარიელონიანს დაურეკა ვიღაცამ, ტარიელონიანმა დარეკა ჩვენთან, რომ შუამავლები გამოჩნდნო და ფულს ითხოვენო. ნუ ახლა თავარია გამოჩნდნენ და ახლა ხო ვიცი რომ რატო გამოჩნდნენ. რომ უკვე ყავსვადგი ვარ. ნუ მოკლედ როგორც თქვენ შევიათ გაბატონო თეა ხუმრობასაც გაურევ ხავე. ზივართ ვედაკობა-კობოლაძე ტყეში. ველოდებით რომ უნდა გამოიყვანონ უნდა გამოვიდნენ სალაპარაკოდ შუამავლები. თბილისიდან ჩამოსული შუამავლები. ხო და რეკავს ტელეფონი. ვალერი ხაბურძანია. მეუბნება ისა როგორ ასაქმეა ბარაშჩებით და აგერ ველოდებით მეთქი შუამავლები უნდა მოვიდნენ თქვა და ზივართ ვედაკობა და ველოდებით თქვა და ასე მოიცანებდა რომ შევარდნაძე რეკავსო. ხო და არ გამიჩიშოოდა რომ არ გავთიშე ის ვეჩეთი ელაპარაკება და მესმის ხმა. შევარდნაძე ეუბნება ვალერ რა ხდება კოდორში. ვალერიმ უთხრა რომ აი ზუსტად ახლა კავშირზეა ემზარი ველაპარაკები და ასეთი სიტუაცია 3 მილიონს ითხოვენო ფულსო. შევარდნაძემ პაუზა რო იცოდა ხოლმე და 2 და 8 არის და მე. ესე იგი 2 და 8 არის და მე შეებაჭრეოდა შენი გადასახდელია იცოდე მაგიო. ვალერის ეუბნება ხაბურძანიას. რატოა ჩემი გადასახდელიო? იმიტომ რომ შენ ვერ უზრუნველყავიო. მაგათი უსაფრთხოებაო. ივანაც იცოდა შევარდნაძემ რომ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ეხლა გადავალთ უფრო ახლოს ჩამოვიწევი კიდე. ბატონო ემზარი ცოტა უფრო ჩქარჩქარა ჩამოიწიეთ, იმიტომ რომ 2006 გვინდა მივუახლოვოთ და ანუ ეხლა მე ხაზი რატო გავუსვია მასაც არ მოუყვებოდი ამდენს, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ მოისმინონ რომ საიდან მოდიოდა, საიდან იყო დაწყებული კოდორის ჩაბარებისთვის ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. კი ბატონო, მერე ის ჭორები სპეციალური ჭორები რო ვრცელდებოდა რომ ჩვენ ვაყაჩაღებდით და ჩემი ხალხი აყაჩაღებდა ხეობას. მერე იყო ის ცუდი ძალიან ცუდი საქციელი ჩვენი ხელისუფლებიდან რომ მონადირე ბატალიონი გადაიყვანეს შინაგანჯარის დაქვემდებარებაში, პოლიციის დაქვემდებარებაში და რატომღაც რუსეთს ეს აწყობდა რომ პოლიცია ყოფილიყო. ამის მერე წარმოიდგინეთ ახლა მაშინაც თქვი შეხვედრაზე და ახლაც ვიტყვი რომ ქალაქში თავდაცვის სამინისტროში თან დაქვემდებარებული მეომრები თუნდაც თბილისში, თუნდაც ზუგდიდში, თუნდაც ბათუმში, სადმე სხვა კუთხეებში თქვა ყველა თანახმას იქნება რომ შინაგანჯარში გაწევრიანდეს თქვა ასე იყვნენ იქაც ბიჭები რომლებიც ზომობდნენ რომლებმაც სისხლი დაღვარეს და კოდორის შემონარჩუნებიეს ჩემთან ერთად თავი გაწირეს ისინი დარჩნენ უხელფასოდ და მართლაც უღელტეხილზე შემჩნეული ვინც იყო ყაჩაღობაში ისინი შემომიყვანეს და დამისვეს ხელფასებზე მე უთხარი რომ ამას მოყვება ცუდი ამბავი ისინი ვერ აიტანენ ამას რომ ისინი ხელფასებში არიან ესენი უხელფასოდ არიან და ნუ იზამთ ამას თარგამაზეს ველაპარაკებოდი სხვათა შორის პირდაპირ უთხარი ეს და იმის გამო რომ ეს მე ახდა ასე გინდა თუ არა მე არა ვარ უკვე საქართველოში წავედი უკრაინაში დნეპროპეტროვსკში ვიყავი ჩემ ბიზაშულთან და მაინც მემობრალებდა რომ თითქოს და მე ვაწყობა 52 ცხედარი დამხვდა ადგილობრივის ანუ შეაჭმევინეს ერთმანეთი და თქმულებებიც ჰქონდათ ასეთი რომ ყველა ოჯახში თვითო ტრუპი უნდა იყოსო ანუ რისთვის უნდათ ეს რომ თავისი წამოსულიყო და გამოქცეულიყო იქიდან მოსახლეობა რომ არაფერი არავის არ დაბრალდებოდა და ხეობა დარჩებოდა აფხაზებს. ეხლა 2006 წელი. დიახ თუ შეიძლება. მოკლედ 2004 წელს კი იცით რომ ბატალიონი მონადირე გააუქმეს მე არა ვარ ბატალიონის მეთაური მაშინ მე ვარ მიმართულება კოდორის ხეობის სარდალი რომელიც რომ მიმართულება შექმნა დავით თევზაძე 98-ში მე მაგზავნი სასწავლებლად უკრაინაში ვამთავრები აკადემიას და 2000 წელს კიდე გატაცება მოხდა. მაშინ სპეციალური რეისით ჩამომიყვანეს და იქაც დავაგვირგვინეთ იმით რომ დავაბრუნეთ მცევლები და ერთი თეთრი არავის არაფერში არ გადაუხდია რო ჭორებს გივრცელებდნენ მტკიციანმა მილიონი აიღო. 2006 წელს რა ხდება? ო და ეხლა 2006 წელს 2004 წლიდან 6 წლამდე ვიმყოფები თბილისში. დიახ. არსად
კოდორში მინდოდა წასვლა სააღდგომოდ მამაჩემის საფლავზე და გამოვარდებოდნენ და მეუბნებოდნენ რომ არ წახვიდე, არ შეიძლება შენი იქ წასვლა. ანუ ჩამიკეტეს კოდორში ხალხთან მისასვლელი გზა იმის გამო, რომ თურმე აწყობენ თავიანთ საქმეს იქ. ეხლა 2006 წელს გარდამეცვალა დედა. და თან მიდის ჭორები იმისი რომ ორფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქრუაშოვს მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მაგას მეუბნება რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი რა უნდა კოდორში გას. ეს იძახის რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა, ასე ვერ დაგსახსავს ჯარებს, ვერ ვიჯერებთ. აქ საუბარია თავდაცვის ირაკლი ოქროშოზე, რომელზეც ეჭვი გაგიჩნდათ, რომ აპირებს კოდორში შეყვანას ჯარის. ეჭვი კი არ გამიჩნდა, მეუბნებიან, ხალხი მეუბნება, რომ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჯარია იქა და ჯარს თავის ოჯახები ყავთ და საუბრებია, ხო? კი ბატონო. რომ კოდორში აპირებენ შემოსვლას, მე ვერ ვიჯერებ, იმიტომ რომ ეს განცხადებებს აკეთებს ცხინვალზე. ცხინვალის მიმართ. და მე ვფიქრობ, ანუ პირადად ახლა გამოვიდა ერთი ესეთი მანიოვრი მაგას ჩემს წინააღმდეგ რომ მე დავიჯერე რომ ცხინვალში აპირებს და არა კოდორში. მაგრამ რაც უფრო დრო მივიდა, უფრო ახლოს ივლისთან, უფრო დამაჯერებლად ჟღერდა ეს ყველაფერი და შევედის პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან და ვეუბნები პატრიარქს რომ ჯერ პირველი მინდოდა კურთხევა დედაჩემის სასაფლავება მინდოდა იქ სადაც რომ ავაშენეთ ეკლესია ჩვენ საძმომ და სამეგობრომ. და არ მირჩია და მოკლედ კურთხევა მოცა სადაც უნდა დამესაფლავებია დედაჩემი და მეორე უთხარი ეს თქვენ უწმინდესობა მეთქი აპირებს ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კოდორის ხეობაში შემოყვანას თავდაცვის ძალების თქო რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები იმიტომ რომ არსებობს 94 წლის შეთანხმება რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ამას გამოიყენებენ და ლეგიტიმაცია მიეცემა რუსებს რომ შემოვიდნენ ხეობაში და მერე გაითამაშებენ ჩვენები მეთქი რომ ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთო და დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევენ რომელიც უკვე იყო შემთხვევა იყო უკვე ერთხელ ასეთი შემთხვევა ჩემთან როგორ გამექცნენ ყველა იქიდან იმიტომ რომ დაგვეტოვებია იქაურობა ეს იმ ფაქტებიდან გამომდინარე ხვდებოდი მაგას თორე წინა გზნობებზე კი არ იყო ეს აწყობილი ფაქტებზე იყო ყველაფერი. ხო და სხვათა შორის გამორჩა და თუ შეიძლება დავამატებ რომ 2004 წელს როდესაც გუბერნია გააუქმა ალასანიამ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე იყო თუ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ უთხარი მე რომ ბიჭო მე არ გაწყობ ვარ გასაგებია იმიტომ რომ ვარდების რევოლუციაზე წინააღმდეგ წავედი. არ გაწყობთ ჩემი თავი ნუ გააუქმებთ კაცო ვინც თქვენ გაწყობთ ვიცი რომ ბევრ ხალხთან გაქვთ კავშირი ვინც თქვენ გაწყობთ ის დანიშნეთ თქვა თუ გინდათ აქედან შეიყვანეთ მაგრამ გუბერნიას ნუ გააუქმებთ იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს ხეობის შესანარჩუნებლად და ხალხი რომლებმაც რო გაგრა თავისუფლად დატოვეს სოხუმი თავისუფლად დატოვეს ოჩამჩირე დატოვეს გალი ტყვის გაუსროლებლად დატოვეს. მეთქი კოდორის გულისთვის არ იბრძოლებენ ისინი და შენი წირი მე რა, ნუ იზამამას თქო. არაო, მე უნდა მივხედო, მე ვარო იქაური უფროსი აფხაზეთისო და მე უნდა მივხედო ამ ყველაფერსო. ირაკლი, რო შენ რო არ იქნები, მაშინ ვინ მიხედავს თქო, ან დაგაწინაურეს, ან რაღაცა მოხდა, ხო? ადამიანები ვართ. მე პირდაპირ ხაზგასმით ვითხრა, მე ირაკლი ალასანია ვიქნები პასუხისმგებელო. დღემდე ვერ ვნახე ეს პასუხისმგებლობა. მოკლედ ახლა 2006 წელია და დედა დავასაფლავეთ დედაჩემი და 14 რიცხვია უკვე გადავწყვეტე ხეობაში შევიდე და ადგილზე გავერკვიო სიტუაციას რა ხდება. და ის აოცრებაო ახლა 2 წლის განმავლობაში რომ ყველგან ხაფანგები მედგა რომ არ შევსულიყავი და ხელად გამოხტებოდნენ და ისა გახსნილი მაქვს გზა და მივდივარ და ვიცი რომ ხაფანგში შევდივარ მაგრამ ფიცი მაქვს მიცემული იმისი რომ უნდა ვიბრძოლო ბოლომდე. მაგას ვერსად ვერ გაუხვალ კაცი. ჩავედი და უკვე ვხედავ რომ გზებს ამზადებენ ჭუბერიდან გზებს ამზადებენ უკვე იმისთვის რომ ძიმე ტექნიკა გადმოიყვანონ იქ იყო ჭაობები და რაღაცები მათ მომზადებული დამხვდა. შევედი და აბსოლუტურად ყველა მაგას იძახის რომ მოდიანო
და რა გავაკეთო ახლა? რითი ვიბრძოლოდა? სხვათა შორის პატრიარქის კურთხევა დამოვიწყდა, გამექცა აზრი. პატრიარქმა წამოდგა და ადგომას ვაპირებდი იჯექიო. მოვიდა მომადო აგერ ლოყაზე, მარცხენა ლოყაზე ხელი და ემზარშვილო, გაკურთხოს უფალმა. არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება. აფხაზეთი მიცემულია. სიტყვა სიტყვით. მაგას ახლა ბევრად უფრო დიდი ინფორმაციები ქონდა მაშინაც, ვიდრე მე მქონდა, რა თქმა უნდა და ვინმეს მქონდა ინფორმაციები. მე უთხარი რომ ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, იმისთვის რომ რამენაირად კიდე გაგრძელდეს თქვა. კოდორის ხეობის შენარჩუნება რამოდენიმე წლით რომ იქნება გვეღირსოს თავრობა ისეთი, რომელსაც ენდომება ბოლოს და ბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა აფხაზებზე უკვე. თან აწყობილი იყო ყველაფერი იცით. ნებისმიერ დროს, რაც საგინდა მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავაჯენდი და ვალაპარაკებდი. გამოვაგზავნეს არძმბა ლევანი ჩვენთან აქა, აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რომელიც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთო და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად აფხაზებმა და ქართველებმა. აქედან წასული საკუთარ ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩასცხრილეს. აი ესეთი, იმიტომ რომ აფხაზეთის უშიშროება დე-ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში ჩანერგილი უშიშროებაში ადამიანები ერთობლივად მოქმედებდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს ჩვენი სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ რომ პირობა ჰქონდა დადებული რომ კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ. იმიტომ იყო ეს ყველაფერი და იმდენად შეგაწყვეტინებთ და საზოგადოებისთვის რო იყოს ახლა მნიშვნელოვანი რამ თქვით. ერთობლივად მოქმედებდნენ დაასახელეთ ასე ვთქვათ კონკრეტული სუბიექტები. ვის გულისხმობთ თამაში ამ გადასმის სახედიდან? შეიძლება იმ დროს გვარები და სახელები გაინტერესებს? არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქვეყანა გვაინტერესებს. ფაქტები გაინტერესებს. არა, ქვეყანა გვაინტერესებს. თქვენ ახსენეთ რუსეთი. დიახ. ახსენეთ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახურები, სპეცსამსახურები და რომლებმაც შემდეგო სააკაშვილის მოყვანა განაპირობეს. რა თქმა უნდა, ერთობლივმა მოქმედებამ. ეს იყო თქვენი სიტყვები. ამიტომ ეს ვის ინტერესში იყო და ამასთან დაკავშირებით რო სიცხადე შემოიტანოთ, რაც შეიძლება, იმიტომ რომ საზოგადოება გვიყურებს და ამის დანიშნულებაც ხომ ეგ არის, რომ კი ბატონო, მადლობა კითხვის მოხალხედ. მადლობა. ესე იგი შეხედეთ ახლა საიდან მივხვდი მე მაგას პირადად. ჯერ გავლილი ცხოვრება რაც ხდებოდა. როგორც ჯერ ომის დაწყება, რკინიგზაზე ყაჩაღობები, რომელსაც ერთობლივად აკეთებდნენ თურმე, მე გავიგეთ ეს ყველაფერი და სხვათა შორის ერთ-ერთ წამოწდა ჩემთან ჩვენ წარმომადგენელს. როგორ დადიოდა მატარებლებში დამალული წინ და უკან. მე აი ახლა ბოლო ვარიანტში გახსოვთ 2003 წლის რევოლუცია რო იწყებოდა და რო გადაჯაჭვული რო იყვნენ ალყარო შემოარტყეს პარლამენტს. მაშინ მოვიდა ჟურნალისტი ჩემთან და მითხრა რომ აი ტყვია რო გავარდეს და რო დაიწყოს აქ რაღაცა სროლები, რას აპირებო? რას ვაპირებ მეთქი? მე დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის მოწყობილია თქვა ეს გადატრიალება. მე ქართველს არ ვესვრით, წავალ თქვა ზაკოს ვესვრი პირდაპირ იქა თქვა. აი ასე ლიაპნულ რო იწყიან, აი თქვი ასე, სპონტანურად. და შეჭერდა ყველაფერი. ანუ არ იცოდნენ იმათმა მე საიდან ვიძახდი ამას, რა ზალები მყავდა იმისთვის რომ ესროლა რუსეთის ზაკო რო იყო მაშინ ჯერ იყო აქ იყვნენ მაშინ იმპერიაში. მაგას საბურთალო გზაზე რო დიახ. გადასასვლელთან. ხო, თავდაცვის სამინისტროსადაც იყო ჩვენ. წარმოვიდგინე, დიახ. ხო და დაიბნენ მაშინ აი ამ იმაში და შეაჩერეს ეს ყველაფერი. და მე როცა შემოვიდნენ პარლამენტში იქ არ ვიყავი? ჩვენ გუბერნატორები სულ ყველა ვიყავით წარმოდგენილი და უყურებდი როგორ შემოყავდათ ძალით ეს შიშარა სააკაშვილი. აი ასე ქონდა ფეხები გაფშეკილი და ისე შემოათრიეს პარლამენტში. ჩემ თვალწინ პირდაპირ. ანუ ეს იყო ყველაფერი დაგეგმილი, აბსოლუტურად აწყობდა ყველას და მე ასე ვიძახდი ყოველთვის და რუსეთშიც რომ ქონდა ქართული ხელმძღვანელობდა ბატონო თქვენ დაკვირვებით იქ ვინ ხელმძღვანელობდა. ხო გამოსტილი პირი ბრძანდებით და მithumedes იმ დროს. ყველაზე მაგრად რა თქმა უნდა იმოქმედა შევარდნაძის დაცვამ და უშიშროებამ, რომლებსაც გაუღეს კარები. და არ გახსოვთ რომ რატომღაც ჭავლი არ იყო ესეთი ძლიერი როგორც რომ ეს სააკაშვილის ხელში რო იყო. ანუ რბილი ძალით იბრძოდნენ დაცვას სახელმწიფოსი. კი ბატონო, ბატონო, თქვენ საუბრობთ უკვე საათზე მეტია.
ეხლავე მოვდივარ ფინიშისკენ. ერთი წუთით ჩვენ სადღაც 15 წუთში მაქსიმუმ შესვენება უნდა გამოვაცხადოთ. საკომიტეტო მოსმენა აქვს არაერთ ამ კომისიის წევრს. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა დაუბრუნდეთ 5 წუთი აიღეთ, იმიტომ რომ მეტი დრო აღარ არის სამწუხაროდ. მერე კითხვა-პასუხის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და 15 წუთში დავხუროთ გამოვაცხადოს შეცვენება. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს, თქვენ ჩაბძანდით უკვე კოდორის ხეობაში ხართ ამ დროს. ეს არის 2006 წლის ზაფხული, ხომ ასეა? ივლისი, 25 ივლისი, რო შემოვიდა. 25 ივლისი და თქვენ ხედავთ თქვენი თვალით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მიღწეული 1994 წელს მიღწეული შეთანხმების საპირისპიროდ შემოყავს მძიმე ტექნიკა ხეობაში. სწორად მოვისმინეთ, აი აქედან რომ გააგრძელოთ. კი ბატონო. მოკლედ 25 ივლისი არის, როდესაც შემოვიდნენ უკვე, მე შეკრებილი მყავს ხალხი და სულ ყველა არის წინააღმდეგი იმისი, რომ შევხვდეთ პირდაპირ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას, ანუ ოქრუაშვილს, მერაბიშვილს და ამათ პირდაპირ დაველაპარაკოთ, რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და მე მივდივარ ვისაც კიდაც წამომყევი თქვა და კაციშვილი არ წამომყვა. წავედი მარტო. მარტო წავედი და თან საწვავი არ ქონდა მანქანის და ტრაქტორი რო არის ესა ბელარუსი. იმაზე დაუჯექი უკნიდან მე მგონი ბიბლიანი იყო. ვისიც იყო ტრაქტორი მიდიოდა საკენში და იმას გავყევე. უკან გამომყვნენ რამოდენიმე ადამიანი. ავედი და მინდა პირდაპირ მარტო შევხვდე და უთხრა პირდაპირ რომ აი გავიდა პატარა ხანი და ქვეყანა ხალხი შეერაღებული ჩემს ირგვლივ უცებს გაჩნდნენ, რომლებიც შეხვედრაზეც კი არ იყვნენ. მოკლედ ატყდა სროლები. სროლები ატყდა ისეთი რომ მოკლედ აი მე მქონდა ყველაფერი იქაურობა. ვინ ვის ესროდა? არ ვიცი ჯერ ვინ ვის ესრვის. ეხლა სასამართლოზე გაერკვა მე ჩემ სასამართლოზე, ვინ ვის ესროდა. ვინ გაისროლა პირველი, რატომ გაისროლეს, ყველაფერი მე სასამართლოზე დავადგინე აბსოლუტურად. ამ დროს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არა, 2 წელი არა ვარ არც თანამდებობაზე, არც ერთი არაფერი. რომ ესენი რომ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენ მოგწყვიტეს კოდორის ხეობას. მომწყვიტეს კოდორის ხეობას და მე მომიწყვეს ისე რომ მე მოვხვდი იქა და დამასობაში მუშაობდა სპეცსამსახურები ჩემს წინააღმდეგ ისე რომ საერთოდ მოსახლეობის იმაში შტაბ-ეჭრილება შეექმნათ ჩემზე რომ მე ვარ ბანდიტი, ყაჩაღი და უბედურის ერთი ქვეყნის უკან წამძღომი. და 2006 წლის ივლისში მოხვდით კოდორში, თქვენი მშობლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. 40-ის გაკეთებას მინდოდა და თან გამეგო აპირებენ თუ არა შემოყვანას მართლა დარეგისტრირება. შემდეგ მოკლედ, ამის მერე მოდის ჩემთან ადამიანი და მეუბნება, რომ ქართველები არიან ჩამოსული აი სწორედ იქ, სადაც რო შუაში ჩადგნენ რუსები. აი ამ საგუშაგოსთან არიან ქართველები მოსული, რომლებსაც უნდათ შენთან ლაპარაკი და არიან ის ქართველები, რომლებსაც სააკაშვილის მოყვანაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის მხრიდან. ვიცოდი ეს მე კარგად. ხო და არ წავედი მე მაინც გაუშვი ბაჩო და მალხაზი ჩიხლაძე. ეხლა საინტერესო რა არის კიდე. ესენი რო წავიდნენ და მე საღამოს უკვე მეც გავყევი, ჩავედი უკვე, იმიტომ რომ არ მიიღეს ესენი. თქვენთან არ გვინდა, ჩვენ საუბარი გვინდა იმასთანო, კვიციანთანო. ჩავედით ახლა, მართლა მგონია რომ იქ არიან და ჩავედით ერთი და იქნებ რაღაცა ელაპარაკონ, უთხრან რომ სულელს და გიშს გადააფიქრებიონ რა. თურმე მაგათ რატომ მოიწეოდნენ ასე რომ მაგათ უნდათ რომ სისხლი დაღრილიყო. ეს იყო მათთვის აი ოცნება, რომ რამენაირად სისხლი დამეღვარა მე იქ. რადგანაც სისხლი არ დაიღვარა არაფერი და თან როგორი მომენტია ჩავედი მე იმაში კვაფჩარაში ველოდები და ასე მოდის სპეცნაზი კიდევენ ხელს მიჭერენ და მივყავარ იქიდან ჩვენი მხრიდან პირდაპირ შემოგვიდნენ რას ამბობთ რომ რუსეთის საგუშაგოსთან რუსეთის სპეცსამსახურმა ჩაგიტყუათ ასე ვთქვათ ჩამიტყუეს რა თქმა უნდა ქართველების საშუალებით ჩამიტყუეს და იქ ვერ ჩამწვეს მანქანაში და დაგვიჭირეს ორივე მე და მალხაზი ჩაგვწვეს მანქანაში და დაგვიყვანეს იქიდან ქართველები ვინც ჩაგიტყუათ რუსებთან თანამშრომლობით ვინ იყვნენ ესენი მე ადრესს ნათქვამი გვაქვს ეს იყო იგორ გიორგაძე დიახ და ტარიონიანი და შალიკიანი ბონდო რომლებმაც
მუდმივი კავშირი ჰქონდათ მალხაზისთან, ურეკავდნენ მაგას. ოქროაშვილი სად არის ამ? ეხლა შეხედეთ, ოქროაშვილი მოდის იქიდან ჩვენს წინააღმდეგ, ხეობის წინააღმდეგ, ჯარით. და ეხლა რა მომენტია უბრალოდ რომ ეს სროლები რო გაითამაშეს და ვინ ისროლა პირველი? აი ეს იყო კითხვა სასამართლოზე და ლევან გვაზავამ ისროლა პირველიო. როგორ? სად წავიყვანეს, რო ჩაქსვეს, სად წავიყვანეს? რო ჩამსვეს, წამიყვანეს და უჩამჩირეში. ბაზა იყო რაღაცა და იქ რეების უნახე ის თვალსასწაული იყო. კარგი, და ერთი წუთი ოჩამჩირეში ნუ წავალთ. ესე იგი ვართ კოდორის ხეობაში. პირველი ვინ გაისროლა? პირველი ვინ გაისროლა? ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება. პირველი გაისროლაო ლევან გვაზავამო. რატო გაისროლაო? იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაა გაჩერებულიყო. ამ დროს შეკითხვა რო დაუსვი დანარჩენებს რაციების მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა. ანუ მე გამიშდა ეჭვი რომ ის გასროლა იყო ნიშანი იმისი რომ ვიღაცას ესროლა იქ უკვე ადრე შემოყვანილი ჯგუფი რომელსაც უნდა ესროლა ვითომ პიციანი ისრვის. ლევან გვაზავა ვინ არის? ლევანი გვაზავა იყო მოადგილე მერაბიშვილის. ეხლა შეხედე როგორი სიტუაციაა. დაიჭრა ორი ადამიანი. ვითომ მე ოქროაშვილი რო იძახდა იმას რომ ორი ჯარისკაცი დაგვიჭრაო, ოქროაშვილის სიტყვები გახსოვთ ალბათ. სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი, ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან. აი როგორ გავიგე რომ ვინ ესროლა და რატო მოხდა ტყვია. ვეკითხები ქალბატონოთია, გახსოვს მეთქი ტყვია რომ მოხდა, როგორ იდექი თქვა? კი როგორ არ მახსოვსო. მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა. მარჯვენა მხარესო, ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხდა ტყვია. ანუ თავისიან მოვესო. მე არ გიფიქრია რომ შენიან მოვეგესროლა მეთქი? რა არ მიფიქრია მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მისროლისო. სასამართლოზე პირდაპირ. ეს სასამართლოზე სასამართლოზე ჩაწერილია ყველაფერი სასამართლოს იმაში. ამის მერე მეორე შემოიყვანეს ეს ზურგიდან რომელიც იყო დაჭრილი. იმანაც ისე კითხვა დაუსვი რომ მხარეზე იყო დინარე მეთქი და მარცხენა მხარეზეო. ანუ უკრიდან ესროლეს. იმანაც დამიდასტრო რამე პრეტენზია გაგაჩნიათ მეთქი ჩემთან. არანაირი პრეტენზია. პოლიციელებზეა სამ. პოლიციელები, დიახ, დაჭრილები რომლებიც იყვნენ. ამბობენ სასამართლოზე რომ ჩვენებმა გვესროლეს და არა თქვენ. მესროლეს ჩემებმა მესროლესო. უკრიდან მესროლეს. თქვენ. ამ დროს მაბრალებდნენ მე. კი ბატონო. ეხლა ეს ყველაფერი რისთვის იყო ბატონო ემზარ ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა? კოდორის ჩასაბარებლად. ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი, მაგრამ ერთ რაღაცას კიდე დავამატებ რომ ამერიკელები ერივნენ მაგ საქმეში. ამერიკელები ერივნენ რატო ვიცი მაგი, იმიტომ რომ ოთარი შალიკაშვილი რო იყო წარმომადგენელი ამერიკელების ჩვენთან აქ საქართველოში, პირდაპირ უთხრა ჩვენს მაღალ ჩინოსანს ერთ-ერთს და გამოუშვა ჩემთან რომ კოდორია ჩასაბარებელიო. რატომ არის ჩასაბარებელიო? ეკითხება ეს ჩვენი მაღალ ჩინოსანი, იმიტომ რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო. რომელი ხელშეკრულებაო? ეს შენი საქმე არ არისო. ჩვენს მაღალ ჩინოსანს ეუბნება, ეს შენი საქმე არ არისო. ეხლა დავამთავრებ. დაასრულეთ. მე ვუთხარი რომ გამორიცხულია მეთქი, მე ერთ გოჯას არ დავუთმობ თქვა. და წამოხდა, შემომეხვია, გადამკოცდა, ვიცოდი რომ ამას მეტყოდიო. გახარებულმა წავიდა იქიდან. აი და ამის მერე აი აქ ახლა ამ შემთხვევაში, კოდორის შემთხვევაში გაერთიანებული იყვნენ სულ ყველა ჩვენს წინააღმდეგ. აბსოლუტურად და ეთყობა რაღაც სახელშეკრულება არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რომ კოდორი უნდა ჩაბარებულიყო. და კიდევ ერთი ასეთი რაღაც არ ვიცი, ახლა თქვენ უკეთესად იცით, რომ ამ კონვენციების საკითხი ერთ-ერთმა ძალიან ისეთი გათვითმფრინავებულმა ადამიანმა მითხრა, თუ ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს მთლიანად არ ფლობს სეპარატისტული რეჟიმი, დამოუკიდებლად ვერ აღიარებენო. და მისთვის იყო საჭირო კოდორის ხეობის ჩაბარება, რომ შემდგომ დამოუკიდებლობა აღიარებია რუსეთს. აბა დავაკვირდეთ ყველაფერი და თუ აქეთკენ არ მიდის ყველაფერი ჟენევის რომელიღაცა კონვენციით ორ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ წევრებს დაუთმობ ადგილს. პირველი, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზა გოგავა, მისი ახსნა განმარტება, არ ვიცი რამდენად დადევნებდით თვალს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში რეალურად ასე გამოიკვეთა მისი ახსნა განმარტებიდან
რომ როგორც თქვენ ბრძანეთ ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, რომ მას უფრო ცხინვალისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, მანაც იგივე თქვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი იყო, ჩვენ მაინც ცხინვალის რეგიონზე ვმუშაობდით და ასეთი რამეც კი თქვა, რომ რა ვიცოდი მე რა ხდებოდა კოდორში, საუბარი 2008 წლის აგვისტოზე. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან უკვე ასე ვთქვათ ირაკლი ოქრუაშვილის არასწორი რბილად ვამბობ გეგმის შედეგად კოდორის ხეობა უკვე არის de facto უკვე ასე ვთქვათ წინა პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთთან პირისპირ დატოვონ მოსახლეობაც და ასევე გადასცენ უბრძოლველად ტერიტორიები. 2008 წელს თქვენ იქ აღარ ხართ, მაგრამ რა იქნებოდა ბატონი ზაზა გოგავას ამ გამონათქვამზე თქვენი კომენტარი ძალიან მოკლედ რო გითხრათ და რომ შევაჯამოთ თქვენი გამოსვლა ამ ეტაპზე, თორემ შეიძლება მომავალში ჩვენ კვლავ დაგვჭირდეს თქვენი რჩევა და კონსულტაცია. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ. დიახ. თვლით თქვენ თუ არა, რომ თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის, უფრო სწორად რომ თქვა, განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად ძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე. ეს იყო წინდა უხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ კოდორის დალის ხეობა საბოლოოდ გამხდარიყო უბრძოლველად ოკუპაციის მსხვერპლი. თქვენ როგორ თვლით? კი ბატონო. ესე იგი ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ. არ ამგონია რომ გოგავასაც რამე ცოდოდა მაგის შესახებ, არ ამგონია რომელიმე სარდალს რამე ცოდოდა მაგის შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო. ეხლა ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით კიდე და ციფრს. 2006 წლის 13 ივნის შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. თუ იცით ამის შესახებ რამე? ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელათ რო ორფოლო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რამე 8 წელიწადი ვიყავი რუსეთში, ძალიან ბევრი რამე გავიგე, ძალიან ბევრი რამე ფაქტებით ვიცი და თუ გამოძიება ამაზე დაინტერესდება, ძალიან ბევრი რამეს კიდევ ფარდასავხდით. ეხლა სანამ დრო შეზღუდული მაქვს გოგავას განცხადებაზე. აი დააკვირდით როგორ ამზადებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასასხვისებლად. თუ ჩვენს მეგობრებს, ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც მეგობრებად არიან წარმოჩენილი ჩვენი დადამხმარეებად, უნდათ რომ ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში რეფორმა არ უნდა ჩაეტარებიათ, სადაც ისეთი რომ სპეციალისტები მოიშორეს და მოიყვანეს დილეტანტები. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მერე მეორე სარდალი რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა მითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას. კი ბატონო, წესრიგი სამიხედოს, მაგრამ იყო ერთი კაცი, ვანო მერაბიშვილის მოადგილე პოლიცია. მეომარი კიდე სულ სხვა რამეა. ის სულ სხვა მოწოდებით. ამიტომ იყო ეს რომ მოცილებული იყო აბსოლუტურად თუ გახსოვთ თქვენ ალბათ 2008 წლის წინ თუ კი ვინმე შეეძლო ორი კაცის გამოყვანა, აი მაგალითად კახეთში ყავდათ სარდალი ასეთი ლუკა რამაზაშვილი. რისკულისთვის დაიჭირეს. რატო ჩასვეს ციხეში? იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ მაგათთან დაუკითხავად არ შეექმნა რამე შეიარაღება და რუსების წინააღმდეგ არ დამდგარიყო. თლიანად რუსული საქმე გააკეთეს აბსოლუტურად.
ამას მარტო მე და თქვენ კი არ ხედავთ, მთელი საქართველო უყურებდა ამას. კი ბატონო. მე ჟურნალისტების როლი ამაში ყველაფერში, ქალბატონო თეა, არის ძალიან დიდი და რატომ აქვთ ამდენი უფლებები ჟურნალისტებს, რომ გინდა საითაც გინდათ იქიდან გავყიდიან, მე ვერ გავიგე. ეხლა რომ შემოვიდეთ დამხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო ჩვენებაო, მეუბნებაო, გუშინდელი ბღარტი, მე მეუბნება ამას, რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო. მე და თქვენ ეხლა წარმოადგენთ სწორედ საქართველოს, რომლებიც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. მოდით იმ ჟურნალისტს მე გავცემ პასუხს თქვენს ნაცვლად და შემდეგ ისე შემიგაცემული პასუხიც არ მოეწონებოდა სხვათა შორის. თქვენ გასცემდით, მაგრამ თქვენ თავზე თქვენ რომ საუბრობთ ერთია და მე რასაც ვიტყვი ეს კიდევ სხვა არის და ერთობლიობაში ალბათ კარგი პასუხი გამოგვივა. ბატონი სოზარი იტყვის თავის სათქმელს, მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ ნორას მივაგებდით პატივს, რომ არა ქალების როლი ძალიან რთული იქნებოდა თითოეული მამაკაცისთვის ამდენი წლის მანძილზე დალის ხეობის, კოდორის ხეობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ეს იყვნენ ის ქალები ქალბატონი ნორას თამადობით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადგილობრივ მამაკაც, მეომარს, თავისი ქვეყნის ჯარისკაცს უვლიდა, პატრონობდა, კვებავდა და მთელი ეს მეურნეობა და ლოჯისტიკა, რაც საომარი მოქმედებების დროს ჯარი რომ იბრძვის, იქ მთელი სტრუქტურები და დანაყოფები არსებობს იმისთვის, რომ ჯარს არ მოშივდეს და ის კარგად გრძნობდეს თავს, რომ იყოს ბრძოლის უნარიანი. აი ამ ფუნქციას სწორედ ის ქალები ასრულებდნენ, ვინც იქ მეტგრად არანაკლებ მამაკაცებზე იბრძოდა და თქვენ და ყველა ის ასეულობით ადამიანი, ვინც მაშინ იქ დარჩა და 2008 წლამდე რეალურად ამაგრებდა კოდორის ხეობას, რაც სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ უბრძოლველად ჩააბარა მტერს. ამიტომ მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებზეც მე მეტი წარმოდგენა მინდა მქონდეს, მოუწოდებ, რომ მათზე უფროს ადამიანებს, ვისაც უბრძოლია სამშობლოსათვის, მისი ემთლიანობისთვის, ჯერ ცოტა როგორც ცნობილი სიმღერის არ იყოს, ჯერ განათლების ხარისხი აიმაღლონ და მერე დასვან ის კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაც თავია შეურაცხმყოფელია. ბატონი სოზარი შეაჯამებს ჩვენს ამ ნაწილს ხდომისა, თუ სურს კითხვასაც დასვამს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ 9 საათით შესვენება. მადლობა ქალბატონთეა. რადგანაც ვამთავრებთ ახლა კითხვებზე აღარ გადავალ, ბევრი კითხვა ზოგადად არსებობს, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, რომ რა მართლა იქ ვიყავი ძალიან ხშირად 1993-ში, 94-ში, როცა ეს პირველი ბრძოლები იყო, როცა ეს მოლაპარაკებები იყო და შემდეგაც წელიწადი არ გავიდოდა, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი და ხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას. იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანის, ბატონი ემზარის ხელმძღვანელობით, იქ გავიცანი, მარტო ადგილობრივები არ იყვნენ, ბუნებრივია სხვაც არაერთი იყო, ყოველ კარგად მახსოვს ბატონი ჯუმბერ ანანიძე, რომელიც იქ გავიცანი არტილერისტი, საოცარი კაცი. უბრალოდ 94-ში მისი დამსახურება იყო არტილერია, რომ მუშაობდა კარგად. დიახ, საოცარი. ჯუმბერ ანანიძე. და თქვენ ახლა ძალიან შორიდან დაიწყეთ, ახლა შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, შეიძლება ზოგიერთ ფაქტზე ვიფიქროთ, რომ ეს თქვენი ინტერპრეტაცია და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ თქვენობაში საინტერესო იყო. უბრალოდ მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. ბატონმა ყურაშვილმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი, სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. მან კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა სიტყვა ღალატის მერიდა, მაგრამ თლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი და მეორე, ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო,
რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა, ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს იქ და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება, იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გაეფრთხილებინათ, უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი და ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწაწყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსროლად. ეს მინდოდა და მეთქვა. მადლობა. ესე იგი, მაგასთან დაკავშირებით, ბატონო სოზარ, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? აბა დააკვირდით კარგად. მათ ჰქონდათ შიში, რუსებს ჰქონდათ შიში მხოლოდ ერთი რამის, რომ პარტიზანული დაჯგუფება არ დარჩენილიყო კოდორის ხეობაში. ამის შიში ჰქონდათ. და გაფრთხილებაც იმიტომ არ მოხდა მოსახლეობის, რომ მოსახლეობას დრო არ ქონოდათ შეიარაღების და წინააღმდეგობის გაწევის. ამისთვის იყო ეს და არ არის გოგავას გაცემული ბრძანება, ის იღებს თავის თავზე მაგას. არ არის მისი გაცემული ეს დავალება და მე ვფიქრობ, რომ ამას იღებს თავის თავზე თვითონ და ყურაშვილიც იმიტომ იღებენ რაღაცებს თავის თავზე, რომ მახსოვს ქალბატონი თეას გამოსვლა, რომ სამხედროებს ჩვენ არ ვერჩით და არაფერ პასუხისმგებლობის წინაშე არ დავაყენებთ. სამხედროს უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე. მეც და ნებისმიერი სხვა, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. აი მაშინ იქნება სამართლიანობა. მე რა რომ პაგონები აქვს, მე რა რომ ჯარისკაცები დაგვიხოცეს იგერდათ ჩატოვეს. ერთი რამე მაინტერესებს, თუ შეიძლება ხა ცოტა გადახვევას გავე. ამწუხელიძე როგორ მოხდა თქვენ? ეს 12-იანი ვაშკაცი გმირი კაცი. ისიც ვინმე კითხვა დაგისვიათ საერთოდ, რამდენჯერ დავსვი კითხვა, კაციშვილი არ მეუბნება როგორ მოხდა ამწუხელიძე თქვენ. როგორც ვიროს მე დავსვი დღეს ეს კითხვა და ისიც დავსვი, რომ რატომ ვახსენებთ მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეს დიდება მის სახელს, უნდა ვახსენოთ უშანგი, სოფრომაძე, კახაბერ, ხუბულური. უნდა შეგვეძლოთ თუ არა თავიდან აგვეცილებინა, მათი ტყვეთ ჩავარდნა და რატომ არ არიან დღეს ისინი თავიანთ შვილებთან ერთად. ეს კითხვა უნდა დაისვას. ვერ აგვიკრძალავს კითხვის დასმას. 2004-ში პოლიციელების ჯგუფი რო ჩაბარდა, გახსოვთ რომ დააჩოქეს სამარცხვინოდ ოქროშვილის პერიოდში, ოქროშვილის ვაშკაცობით. როგორ მოხდნენ ისინი ტყვეთ გახსოვთ? და ვინმე რატო ჟურნალისტები არ ინტერესდებიან მაგაზე? როგორ და შეუშვეს გაზი დააძინეს და ისე გადასცეს იქით როგორც ვირო გადასცეს ისე. ზოგიერთ ჟურნალის არ ყოფნის ცოდნა, როცა არ ყოფნის ცოდნა, ეს ცოდნა უნდა შეიძინო. როდესაც შეიძენენ, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლიან ჟურნალისტზეა საუბარი და ვისაც არც უნდა რომ ცოდნა შეიძინოს, იმიტომ რომ არ აწყობს, იმაზე ჩვენ ახლა ვერ დავხარჯავთ დროს. ბატონო ემზარ, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის 2 საათია ვსაუბრობთ, ეს არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ყველაფერი ის თქვენ რაც გააკეთეთ, გაიარეთ, ეს კარგად აიხსნას, თუმცა ჩვენ თქვენი ნებართვით ვიქნებით კონტაქტზე თქვენთან კომისია და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეგაწუხებთ. სად ვარ ნებისმიერ დროს. მადლობა დიდი. მადლობა დიდი და აი თქვენს აი ამ ფორმატს ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი თხოვნა, არა მარტო ჩემი და მთელი მოსახლეობა გიყურებთ და შემოგციცინებთ თვალებში, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმე. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ.